ალესანდრო დავენია, რძესავით თეთრი, სისხლივით წითელი. აი ასეთი წიგნია და რას ეხება ეს წიგნი? ნახეთ, რაღაც მომენტში ჩვენი თინეიჯერი შვილები და მოსწავლეები იწყებენ არევას. ამ დროს მშობელი წუხს, დარდობს, მასწავლებელიც ამბობს, რომ რა არის, რა სჭირს, რა დაემართა, სხვანაირი იყო, ახლა სხვანაირია, არაფერი აინტერესებს, ირონიულია, აგრესიულია, ციგარეტის მოწევა დაიწყო, მოკლედ აურია. მინდა ვთქვა, რომ ბუნებრივი მომენტია, არც მშობელს, არც მასწავლებელს ამ დროს არ უნდა შეეშინდეს, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი განვითარების სწორედ ის ეტაპი, რომელიც ამ დროს, ამ მონაკვეთში, თინეიჯერობის ასაკში სწორად უნდა გაიაროს მოზარდმა და სწორად უნდა დაამთავროს, იმიტომ რომ თუ ასეთ ასაკში ეს არ მოილია, შემდგომ ნახავთ თქვენ 45 წლის მამაკაცს ან ქალბატონს, რომელიც აი თინეიჯერობაში ვერ გავლილ ცხოვრებით, ცხოვრებას იწყებს და უღრევს და მერე კიდევ უსვამთ ამ შეკითხვას, რა დაემართა ამ კაცს, რა დაემართა ამ ქალს. ამიტომ ეს არ უნდა გაგვიკვირდეს და რომ არ უნდა გაგვიკვირდეს და ჩვენი თანადგომა რომ სჭირდება ჩვენ შვილებს და მოსწავლეებს და ჩვენც რო გჭირდება ასე ვთქვათ ნერვების მოთოყვა და მოთმინება აი ეს წიგნი რძესავი თეთრი და სისხლივით წითელი დავენიას ეს წიგნი ამ ამბავში დაგვეხმარება. ეს არის თინეიჯერი ლეოს ისტორია, რომელიც ფეხბურთით არის გატაცებული, არის რაღაცა ისეთი აგდებული, ირონიული, უცბად მისი ცხოვრება იცვლება იმით, რომ ის არაფერი არ აინტერესებს თითქოს ცხოვრებაში, გარდა ერთისა. ვერავინ უგებს მას, თვითონაც ვერავის უგებს და მის ცხოვრებაში გამოჩნდება ესეთი მოწითალო ფერის თმის გოგონა, სისხლივით წითელი ამის ალუზია, რომელიც ჩვენს ლეოს შეუყვარდება. ეს სიყვარული მას ცვლის, მაგრამ აღმოჩნდება, რომ ყოველთვის ყველაფერი კარგად არ არის ცხოვრებაში. ამ გოგონას აღმოაჩნდება ლეიკემია, რძესავით თეთრი, სწორედ ეს ამბავია, ესეც ალუზია და ამ ყველაფრის გაცნობიერება და გააზრება ლეოს მომენტალურად ზრდის. სწორედ ასე იზრდება ადამიანი, აი ტრაგედიებით, დიდი სიხარულებით, დიდი გამარჯვებებით, დიდი დამარცხებებით და ჩვენი მკითხველებიც, მოზარდებიც აი ასეთი წიგნების წაკითხვის შემდეგ ხვდებიან, რომ ცხოვრება არ არის ის, რომ რაღაცა მოულოდნელობა, როდესაც ხდება, ყველაფერი არ მთავრდება და ცა ნამდვილად არ ჩამოიქცევა ჩვენს თავს. ჩვენ ვართ დაბადებული სიცოცხლისთვის, ჩვენ ვართ დაბადებული იმისთვის, რომ განვაგრძოთ გზა ყველაზე რთული პერიოდის შემდეგაც კი და სწორედ ასეთი წიგნები ეხმარებიან ჩვენს თინეიჯერ შვილებს იმაში, რომ გზა განაგრძონ და ძალიან ბევრ მოზარდს მოსწონს აი ამ წიგნის სწორედ ასეთი წიგნების წაკითხვაც და ძალიან მნიშვნელოვანია ამ ასაკში ასეთი ტექსტების კითხვა, რადგან თანაგანცდა და კათარსისამდე მისვლა ხდება სწორედ ხელოვნებით და ხელოვნებას აქვს უდიდესი ძალა. ჩვენ აქ ფასკუნჯის სივრცეში ასე განვიხილავთ ამ წიგნებს, მსჯელობთ ერთმანეთს უზიარებთ და შემდგომ რაღაცა თითქოს გაახლებულები ბრუნდებით ერთმანეთთან და მე კიდე ახალ წიგნებს ვაუბრდებით ხოლმე. გირჩევთ აი ამ წიგნს.